საქართველოს და ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ დისკუსია უკვე გაფართოებულ ფორმატში გამართეს. გაფორმდა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები. საქართველოს პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტმა პირველი ხარისხის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. ვიზიტის დეტალებს შალვა სუმბაძე გაგვაცნობს. მთავრობის მეთაურს და ქართულ დელეგაციას ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში ყაზახეთის პრეზიდენტმა პირადად უმასპინძლა ოფიციალური მიღების ცერემონიაზე გაჟღერდა საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ჰიმნები. ამის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები წარუდგინეს და უკვე პრემიერ-მინისტრმა გადაინაცვლა ყაზახეთის პრეზიდენტთან ერთად პირისპირ შეხვედრაზე, რის შემდეგაც უკვე გაიმართა ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაც, რომელსაც ესწრებოდნენ დელეგაციის სხვა წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით. იქამდე ვიდრე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დაიწყებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ქართულ დელეგაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებთ საქართველოსა და ყაზახეთს. მან ასევე ისაუბრა ინვესტიციებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ყაზახეთის მხრიდან საქართველოში. საუბარი შეეხებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და ამ მიმართულებით ტვირთების გატარების მნიშვნელობას, ასევე ბუნებრივია ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გამახველდა ყურადღება ყაზახეთის პრეზიდენტის მხრიდან. თავის მხრივ ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ურთიერთობების და პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც საკუთარ მიმართვაში და მხარეებმა აქვე აღნიშნეს ისიც, რომ დღეს უკვე ხელი მოეწერა სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ურთიერთობებს, დიპლომატიურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ამის შემდეგ შეხვედრა დაიხურა და მხარეებმა უკვე დახურულ ფორმატში გააგრძელეს ერთმანეთთან კომუნიკაცია. საქართველო ჩვენთვის გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები, საერთო კულტურული ღირებულებები და მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს პირად წვლილს ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში. დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ხალხების ძირითად ინტერესებს და ქმნის მყარ საფუძველს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ეს ყაზახეთში თქვენი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე მსურს აღნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი. საქართველო განაგრძობს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი როლის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ საქართველოს ვხედავთ როგორც დინამიკურ და მომავალზე ორიენტირებულ ქვეყანას, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი ეროვნული მიზნების მიღწევაში. სურს გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენ ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარდაჭერისათვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათა შორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ვერით მისი შემდეგი სხდომების გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შეძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს. მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დასრულდა, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომართ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ამის შემდეგ მხარეებმა უკვე ოფიციალურად მოაწერეს ხელი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. გარდა ამ შეთანხმებისა, დღესვე გაფორმდა სხვადასხვა სახის მემორანდუმები. ამ მემორანდუმების გაფორმების ცერემონიაც ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. ამ მემორანდუმების მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მემორანდუმების სხვადასხვა მიმართულებით გაფორმდა, მათ შორის იყო ტურიზმი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ჩვენ გქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია და მივაღწიეთ ძირითად შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. ხაზი გაესვა ვაჭრობის, ინვესტიციებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი პროექტების განხორციელებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა. ეს ნამდვილი ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პერსონალური ერთგულების დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან მიჯნას მიაღწიეს. თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება დაგაჯილდოოთ პირველი ხარისხის მეგობრობის ორდენით, რომელსაც მეტად სიმბოლური სახელი ჰქვია და მეგობრობას ნიშნავს. ეს ჯილდო ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის დასტურია. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ამ ღირსშესანიშნავი ორდენის მიღება თქვენგან. ეს ორდენი ჩვენ ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის სიმბოლოა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის თითოეული ასპექტის შემდგომი ხელშეწყობისა და გაძლიერებისათვის. ეს დღე ნამდვილად ისტორიულია ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს ჩვენს თანამშრომლობას. ჩვენ ასევე შევთანხმდით რამდენიმე სხვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლებიც გააფართოვებს ჩვენს კოლაბორაციას სხვადასხვა სექტორში. ყველა ეს შეთანხმება და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობის აქტი არსებითად განამტკიცებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის. გარდა ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისა, პრემიერ-მინისტრი საკუთარ კოლეგასაც შეხვდება, სადაც ბუნებრივია ასევე ყურადღება გამახვილდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. მადლობა, შალვა სუმბაძე იყო მოამბის ეთერში.